ვიწყებთ პრაქტიკას ნეიროგრაფიკის ალგორითმს გავაკეთებთ ახლა შფოთვის დამუშავებაზე. ჩვენ უკვე გავაკეთეთ პრაქტიკა მოусმინეთ, დავამუშავეთ გარკვეულწილად, ავიღეთ რაღაცა კონკრეტული საგანი ობიექტი, რომელიც გვიშლიდა ხელს და ის გავაკეთეთ ხო დღეს დავამუშავეთ. შეგიძლიათ კიდევ გაიმეოროთ ის პრაქტიკა და სხვა შფოთვა დაიმუშავოთ. ანუ შეიძლება მთლად შფოთვა არ იყოს, მაგრამ რაღაცა რაც გაწუხებთ, რაც არ გაძლევთ საშუალებას, რომ ღამე ტკბილად დაიძინოთ. მე ბოდიში მოვიხდი ცოტა ხმა წასული მაქვს, მაგრამ მე მგონი გარკვევით ვსაუბრობ მაინც. და აი ჩვენ იმ პრაქტიკის შემდეგ გავაკეთეთ წერით ისავარჯიშოც, სადაც ამოვწერეთ, თქვათ, რა გვაწუხებს ყველაფერი თავისუფლად და 20 სიტყვა თემასთან ერთად მოვამზადეთ ნეიროგრაფიული ალგორითმისთვის, რომელსაც ეხლა დავხატავთ. ნახეთ, პრაქტიკაში იყო ესეთი რამ მოცემული. ანუ სხეულში ეძებდი ადგილს, სადაც იყო ეს შფოთვის ობიექტი და მე ხელის გულს იდებდი იქ და ხელის გულით ამოგქონდა ეს ფიგურა, ან ობიექტს მივეცით იქ ფიგურის სახე, თქვენ იქ წარმოიდგინეთ რაღაცა ფიგურა, ხო? შეიძლება ეს იყო ბურთის სახე ქონდა, შეიძლება ქონდა რაღაცა უსწორმასწორო ფიგურის სახე და აი ჩვენ ახლა აქ გადმოვიტანთ ამ ფიგურას და მე ამას აქ ისე დავამუშავებთ და გავშლით, რომ აღარ იყოს შესამჩნევი, ანუ გაგვაქვს და ვშლით სივრცეში მთლიანად ის შფოთვის საგანი. თქვენ შეგიძლიათ ერთი ფიგურა დახატოთ, შეიძლება რამოდენიმე გააკეთოთ, ანუ რაღაცა სხვადასხვა იწვევს თქვენში ამ შფოთვას. აი ნახეთ, იქ 20 სიტყვა რაც ამოწერეთ, ხო? თემაში იმ სიტყვებიდან არჩიეთ რაღაც ისინი ობიექტები და გამოიტანეთ აქ რაღაცა ფიგურის სახით. და ნახეთ, შეიძლება მისცეთ რამე, აი შეგიძლიათ ესეთი რაღაცა უსწორმასწორო ფორმა მისცეთ, რაღაცა აი ასეთი, რამოდენიმე. ოღონდ ნახეთ, ახლა სანამ ხატვას დაიწყებთ, სანამ ამას გამოიტანთ თქვენგან, ჩავისუნთქოთ ღრმად, ამოვისუნთქოთ, ჩავისუნთქოთ კიდევ ერთხელ, ამოვისუნთქოთ და შეგიძლიათ არა მხოლოდ ესეთი ფორმა, არამედ რაღაცა სხვა უფრო ისეთი სიკვდილი გამოიტანო, რაღაცა გინდა ეს ფორმაც მისცეთ აქ და გამოიტანოთ. აი რაღაც ესეთი. ცოტა აგრესიაც თუ წამოვიდა, ესეც აქ წამოიღეთ, ჩახატეთ. ოღონდ ამას ეგრევე ვამუშავებთ. ვუწელავთ კუთხეებს. აი ასე. წარმოიშვა გაგვაქვს სივრცეში. ცოტა მეტი ნეიროგრაფირება გააკეთეთ, ახლა მე ვაუჩქარდი. როცა ვცდილობ, რომ სწრაფად აგიხსნათ რამე, ცოტა ვჩქარობ. აი, გაუკეთეთ ნეიროგრაფირება ამ კუთხეებს, გაიტანეთ სივრცეში. კარგად. შეგიძლიათ წრეს ჩასვათ ეს ფიგურა, ეს კონკრეტული წრეში, რომ მივცეთ მას ჰარმონიული სახე. ანუ კუთხე რაც იყო ცოტა მჭახე ის გავიტანეთ. გულის ფორმა მიიღო ჩემთან. და დავამუშავოთ შიგნით ხაზებით. ანუ იმდენი უნდა ხატოთ ეს ხაზები, რომ ამან ფორმა დაკარგოს. რომ დახედავ მე, ვერ მიხვდე რა იყო. ეს თქვენზეა დამოკიდებული, თუ გინდა მეტი ჩახატეთ, შეგინდ რაღაცა დაამატეთ ხაზები, გამოიტანეთ სივრცეში და აი ამ ფიგურებსაც ასე ვამუშავებთ. გაგვაქვს სივრცეში. ჩვენი დანიშნულება ხო იყო, რომ ეს ფიგურები უნდა გაგვეტანა და გაგვეშვა ჩვენგან. დავამუშავოთ, დავყოთ, აი ნახეთ, ამ ხაზებით შიგნით ვყოფ ამ ფიგურას.
და გამაგ სივრცეში. მე ამ ვიდეოს დავამუშავებ, რომ ძალიან გრძელი არ იყოს მერე საყურებლად თქვენთვის. უბრალოდ მინდა რომ ჯერ ავხსნა, რას ვაკეთებთ აქ. და დარჩენილ ადგილებში ამას ახლა რომ შევავსებ და ნეიროგრაფიკას გავუკეთებ, მერე უკვე სურვილისამებრ დავამატებ რაღაცა სხვა ფიგურებს, რომელიც გადამიფარავს ამას კიდევ უფრო მეტად. ჯერ ვამუშავებთ. თუ მაგალითად ისევ გრძნობთ, რომ კიდე რაღაცა გაქვთ მან ჩასახატი, ამ ფიგურის დამატება გინდათ, აქვე ეხლა ამ ეტაპზე შეიძლება გაკეთება. მერე უცებ მომგვალებას რო დავიწყებთ, მერე აღარ არის სასურველი უკვე რომ დაამატოთ რამე. ამ შემთხვევაში ხაზები როგორც წესი მოდის ქვემოდან ზემოთ ხაზები, მაგრამ ამ შემთხვევაში სივრცული ხაზები როგორც გინდათ ისე გაავლეთ. და ნახეთ, ბევრი გადაკვეთა გააკეთეთ, რომ აი ეს ფიგურები აღარ იგრძნობოდეს. აი ნახეთ. საერთოდ ვეღარ მიხვდებით სად რა არის. აქ დაბლად შეგიძლიათ რომ ატაროთ ეს ხაზები. ასე შეგიძლიათ წაიყვანოთ. ჩვენი მიზანი აქ არის რომ აი ეს მთავარი ფიგურები დავკარგოთ. ეს არა, ეს უკვე წრეში ჩასვი, ეს უკვე შიგნით გავწელეთ. ეს წრე შეგიძლიათ გამოკოთ როგორც ჰარმონია, ვთქვათ. თუმცა თუ გინდათ ესეც ისე დაამუშავეთ, რომ აღარ ჩანდეს. ამას როცა მარკერით აკეთებთ, ხო? მე ხო ტუშით ვხატა, უფრო წვრილი ხაზებია. მარკერით აბსოლუტურად დაიკარგება, მეგობრებო და მე ფერს რომ ისცემთ საერთოდ. აი, რაღაცა ხაზები უკვე გავავლე და გადავალ ახლა დამუშავების ეტაპზე და გაჩვენებთ მე დამუშავებულს. ესე იგი, ახლა გვაქვს ნეიროგრაფირების ეტაპი. მომგვალებას ვაკეთებთ გადაკვეთის კუთხეების. ყველა კუთხე უნდა მოვამგვალოთ. ეს შეგიძლიათ ნახეთ, ორი მეთოდი არსებობს. აი პირდაპირ აქვე, კარგად რომ გამოჩნდეს. პირდაპირ აქვე დასვათ ეს მომგვალება. აი ასე, ცალ-ცალკე ამგვალოთ და შესაძლებელია რომ გააკეთოთ ნეიროგრაფიული აი ასეთი ხაზი და ასე შემოვვაროთ. ესეც დაშვებულია. აი აქ ახლა დიდი ადგილი თუ დამრჩა, ესეც უნდა მოვამგვალო. აი ნახეთ, აი ასე. ან მხოლოდ აი ასე მოვამგვალოთ შიგნიდან ვაკეთებთ აუცილებლად მომგვალებას. აი ასე. ამით ახლა ჩვენ ვამუშავებთ ამ წახნაგებს. და ყველა კუთხე აუცილებლად უნდა მოვამგვალოთ. ისევ გავიმეორებ, როდესაც ამას მარკერით აკეთებთ, აი ეს შიდა მომგვალებაც გამოვა შევსებული, ეხლა ტუშის შემთხვევაში ტოვებს ადგილებს, რომელსაც მე ხელით ვამუშავებ. და ამ პროცესშიც, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ აი ეს ჩემი შფოთვა წავიდა აქედან. წავიდა. გავუშვი ჩემი სივრციდან გარეთ. ეს ფურცელი ჩათვალეთ, რომ არის თქვენი სივრცე და აქედან გარეთ უშვებთ ყველაფერს აი ამ ხაზების მეშვეობით. თქვენგან შორს დავისუფლდებით. აი მეგობრებო, ასე დავამუშავე ჩემი ნახატი, ფაქტიურად შეუმჩნეველია ის, რაც იყო თავიდან, ხო? ასევე უნდა დაამუშავოთ თქვენც და გახსოვდეთ ერთი რაღაც, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ამუშავებთ, ხო, რაღაც პრობლემას, თქვათ, რაღაცა თემას, ეს არ არის უბრალოდ არც თერაპია და რელაქსი. აქ მოდის სრული დამუშავება. აქ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა ხატვის პროცესში. შეიძლება დაიხალოთ, არ გინდოდეთ გაგრძელება. დაანებეთ ხუმა ცოტა ხანი თავი. ესე იგი, არ არის აუცილებელი, რომ დაიწყებ ხატვას, დაჯდეთ თუ დრო გაქვთ, რა თქმა უნდა, კარგია თუ ამას დაუთმობთ იმ დროს ჩაუჯდებით და ბოლომდე ჩაამთავრებთ, მაგრამ
თუ ვინიცობა გრძნობთ, რომ დაიღალეთ, გაქვთ რაღაცა ესეთი შეგრძნება, ან წამოგახურათ, ან რაღაცა ესეთი მომენტები მოდის და ფიქრობთ, რომ დასვენება გჭირდებათ, დაისვენეთ, შეგიძლიათ მერე გააგრძელოთ ხატვა. ეხლა მე ეს მომგვალება დავასრულე და გადავდივარ უკვე არქეტიპირებაზე, ანუ ფერს ვაძლევ და აქაც ნახეთ თქვენი შეგრძნებები მოდის ფერში, რა გინდათ რომ შემოიტანოთ ნახატში ენერგიის სახით და რა ნაკადი გინდათ გააკეთოთ. ერთადერთი ნახეთ დააკვირდით რომ 2 და მეტი უჯრედი იყოს ერთი ფერით გაფერადებული გვერდ. დანარჩენი დააკვირდით, როგორც გინდათ ისე გააფერადეთ, რაც გინდათ ის გამოყავით, ხო? გაფერადების პროცესში. ოღონდ თქვენ აფერადებთ ფლომასტერებით, ანუ მარკერებით, რომელიც არის ტექსტის ამომყვანი და ხატავთ მარკერით აუცილებლად, სქელი მარკერით და გაფერადების დროს გადაგყავთ ფერი ამ მარკერზე ზემოდან უნდა გადაიყვანოთ. თუ არ გაქვთ მაინც მარკერი, მაშინ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ფანქარი, არ იქნება არც ეგ პრობლემა. მაგრამ ძირითადად უფრო იხატება ნეიროგრაფიკა მარკერებით. აი ნაკადებს ვაკეთებთ ახლა. გავიმეორებ, რომ არ არის აუცილებელი გაყვეთ ჩემს ფერებს, თქვენი ფერი უნდა შეარჩიოთ. შეიძლება რაც გქონდეს ის ფერი გამოიყენო და იმით დახატო. მაგრამ თუ მაგალითად სხვა დროს მოიმარაგებთ აი ამ ფერად მარკერებს, ტექსტის ამომყვანებს, ბევრად უფრო ლამაზი ნამუშევარი გამოგივათ. ხა ჩვენ კი ვამუშავებთ აქ რაღაცა თემას, მაგრამ არ გუშლის ხელს რომ იყოს ჩვენი ნახატი ლამაზი, ხო? უნდა შევეცადოთ, რომ ესთეტიურადაც, როცა უკვე დამუშავების პროცესი დამთავრებული გვაქვს, შეგვიძლია რომ ესთეტიურად ლამაზი სახე მივცეთ ჩვენს ნახატს. კიდე მერე წამოვა შეკითხვები, ვიცი ზუსტად სად უნდა წავიღო ეს ნახატი, შევინახო თუ არა და ასე შემდეგ. როგორც გნებავთ, შეგიძლიათ ხატვის მერეც გადააგდოთ ეგრევე, იმიტომ რომ ამას თავის ფუნქცია უკვე შესრულებული აქვს. ზოგს მაგალითად მეც, მათ შორის მომწონს, როცა ჩემი ნახატები მაქვს დაკიდული, რაღაცა რაც მომეწონება, იმას ხანდახან ცოტა ხნით ვკიდებ ოთახში და მერე ხსნი, როცა ვფიქრობ, რომ აღარ მჭირდება. კიდევ ვიტყვი, თუ დაიხლებით, შეაჩერეთ პროცესი, დაისვენეთ. შეგიძლიათ მეორე დღეს დაუბრუნდეთ და გააგრძელოთ. თუ იმ დღესვე დაასრულებთ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ განსაკუთრებით, როდესაც ფოთვაზე ვსაუბრობთ და ვხატავთ, ხო? მაგრამ თუ მაგალითად ძალიან დაგღალათ, შეგიძლიათ დაისვენოთ. პროცესი ხანგრძლივია, აი ეს კონკრეტული ალგორითმი ხატვით არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. რადგან ბევრია დასახატი, ანუ ბევრი ხაზია გასავლები, რომ გადაფარო შენი პირველ წყარო რაც დახატე, ხო? ამიტომ ხანგრძლივია და დროს მოითხოვს. დავამთავრე არქეტიპირების ეტაპი და ეხლა უკვე გადავალ შემომაგ სივრცული სქელი ხაზი და ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ჩემს ვერცხლისფერ მარკერს და გავაყოლებ უკვე არსებულს, აი ასე გამოვყოლ და შემოვიტან სივრცულ ხაზს. აღნიშნავ, რომ ჩემთვისაც საკმაოდ დამხლელი იყო დიდხანს მოვანდომე ხატვა და ესე იგი ფოთვები ბევრი მქონდა მეც დასამუშავებელი და აი ფიქსაციის ფიგურას აი ამას გამოვყოფ ჩემთან. თქვენ ყველაფერს აკეთებთ მეგობრებო მარკერით, აუცილებლად შავი მარკერებით.
ასე დავასრულებ დღევანდელ ჩემს სამუშაო პროცესს და გილოცავთ უკვე გავიარეთ 2 ეტაპი. ხვალ კიდევ ახალ პრაქტიკას შემოგთავაზებთ.